თავიდან. მივდივართ მეტეოს სადგურზე. ერთადობი ბეწნების კახში. ჩანთავს მიდია. გახლავთ 10 კილო, ალბათ ცოტა მეტი შეიძლება, მაგრამ ეს ვერ შეიძლება. ტობოზე ჩანთავს კონდა იმჯონოს. ეს წესით იქნება ვლოგი, იმიტომ რომ მე არ ვიქნები მარტო ამ ვლოგში, იქნები მე ყოველდღიურად გარდამიჯერება იმედია, გადაღება. იმიტომ რომ ტობოზე დამისარ. ხოლმე გუშინ ჩამოვიდი ტობოდან და 6 დღე. ტობო ვარშხრის დროზე ლაშქრობდი და დღეს მეტევაზე მივდივარ. აიქ. მაგარი ვარ. ახლა ნახოთ ყურს. ეს აი რა შევიხარ იცი? ცხოვრებაში ესე ჩავი აყოფილებ. აუ, იმენა სხვა ხარ. ესე ჩავი არ დოს არ მინახავს. აი როგორც გითხარით, როგორც დაგპერდით, ყულოდ შეკვდა. დავიწყე ზანა. და ეს სამი დისტქმა შეუძლია. მინა კანკარებს. და დავბრუნდი თქვენი ერთგული წამყვანი, ჩემი ერთგული მაყურებლებისთვის. დღეს მივდივართ მეტეოზე. შეჩემა მალაპარაკი. გამორთო. დღეს ავდივართ მეტეოს სადგურზე, რაც ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით. სამინდო მდგომარეობა ძალიან კარგად გამოიყურება, ვფიქრობ რომ სამინდო დიახ. ვფიქრობ რომ კარგი ამინდი გვექნება, ვფიქრობ არ იწვიმებს, ძალიან არ შეგვსვდება, მაგრამ ღამით ვნახოთ რა მოხდება, იმიტომ რომ დავითს არ აქვს წამოღებული სქელი საძირე. მიკროფონზე ისეც რომ აღარ დაგვემართოს, რომ ჩარჭობილი რო იქ. დიახ, მართალია ეგ აღარ დაგვემართოს. ჩვენ ველოდებით გოგონას. გოგონას სახელად ანანო რაგვარი არის? არ ვიცი. კთი იწერება, მაგრამ ყურში მეუბნებიან ანანო არის ყაველაშვილი. ანანო ყაველაშვილი. ყაველაშვილი იქნება ჩვენი ვლოგის შემთხვევითი წევრი. კი. უნებელია. ის შეავსებს ტრიო. და კიდე გვეყოლება ერთი რენდომი გზავრი, რომელიც არ ვიცით ეხლა მოვა და ნეტა როგორი გზავრი აი ანანო, ეს არის? რა იცი რა შე. ეს არის უეჭველი ეს არის. და მოსაურის სტუმარი. როგორც დაგპერდით. და ჩვენ კიდევ არ ვიცით ჩვენი დუმალი გზავრები. გვინიქცა მეოთხე. მალე ვნახავთ. და ჩვენი ახალი წევრი. და ჩვენი ახალი წევრი. მიესალმე მაყურებელს. გამარჯობა. გაიცანი. ჩვენ 14 მაყურებელს. კიდევ რა შეიძლება რომ ასაკი ლაშქრობის კი, მაგრამ კარავში ყოფნის არ მაქვს. პროფესია. 26 წლის პროფესიით ვარ მათემატიკოსი კამილას უყურე. მაგრამ არ ვიცი ბევრი რაღაც ვარ. 5-17. 85. ყოჩახ. სწორი იყო თუ არ ვიცი, მაგრამ სწრაფი პასუხი. მაგრამ სწორია სწორია. კარგი. კიდევ შემდეგ სპორტს. 12x12. 154. სწორია, კარგია. 8x8. 64. სწორია. კარგია, მათემატიკა ვიცით. ვიციტენი იმას. კარგი, ეხლა ეს გამომართვი. მათემატიკური კვიზი ამოიწურა. შენს გინდა მათემატიკური კვიზი? 11x7. 77. სწორია, ყოჩახ, ფიქრი რატო დაგჭირდა ამაზე? კარგია, დავით. 17x3 რამდენი? 17x3 რამდენია? 51. ლაბაძის ტაქტიკა. დავით. 21x4. 21x4. ვის მე? ხო. 80. ნუ ეხმარებ. თან საჭესთან ვარ და კარგით, მეგობრებო. ჩვენი ლაშქრობის მათემატიკური ნაწილი ამით ამოიწურა. შეხვდებით. აუ მართლა კონტენტი გუჭდება. იქ გადასაღებდებით გეოგრაფიის გაკეთება. რა კომენტარს გააკეთებ დავით ჯერ გზაზე როგორ მივდივართ, როგორ მიდის? ავდივართ გერგეძე, უკვე მახლოს ვარ. ხედები ძალიან ლამაზია. ყველა გზავრი ხო და ეგ გაკვირვებულია ხედები. 60 და იმაზე. ავდივართ მაღალზე. და მაგარი იქნება. მე ვიყავი 2000
900 მეტრზე გუშინ წინ რომელიმე დღეს ამ წინაების დღეში და ჩვენ ვიძინებთ 3000-ზე 3000-ზე ბანაკი ავდივართ 3900-ზე რაც უკვე 1000 მეტრით მეტია რაზეც მე ვიყავ გამოახედე ინვარწერი ანა მეგობრებო, თქვენ კომენტარს გააკეთეთ. მეგობრებო, აი ახლა კომენტარი. მეორე ვლოგები. ვოუ. Crazy. ახლა კომენტარს გავაკეთებ მე. ჩემი აზრით, ჩვენ ამ უთეულიდან ყველანი მოვახერხებთ ასვლას მეტეოზე. ბრავო. ჩვენ ყველა შევძლებთ ამას. ყოველთვის კარგი დღე იქნება, დღესაც და ხვალაც. 0 ტრამვა. 0 ტრამვა და ჩვენ ყველა ბედნიერად დავასრულებთ აი ამ მოგზაურობას. კარგი კონტენტი, კარგი მოგონებები. კარგი კონტენტი, კარგი მოგონებები. მოვედით, ეხლა ამოვიგებთ პარკს, უბრალოდ ამოვიგეთ. მივალთ დანარჩენ ხალხთან, გადავინაწილებთ ვისაც რა გადასაწინააღმდეგო და წავალთ. აი ეს არის გერგეთი თუჩან. ეს არის ჩვენი ყინვარწვერი. კაი გზა გვაქვს ბიჭებო გასავლელი რა ვიცი რა გითხრათ. დავანახოთ. ჩემი აზრით მენტალურადაც უნდა მოემზადოთ. მე მენტალურად მზაობა არ მჭირდება, იმიტომ რომ არანაირი განსხვავება არაა მენტალურად მზად ვიქნები თუ არა, მაინც იგივე გზა მაქვს გასაძევი და გასავლელი. ამიტომ მენტალური მზაობა არაფერს არ ნიშნავს. მენტალური მზაობა არ ცulis არაფერს. მენტალური მზაობა არის სისუსტე. ფეხები როგორ გაქვთ ფეხები? მე მტკივა. მართლა? ეხლა ეს იმაში იყო და მოვიწყდა. ფეხები ისე მაგრად მაქვს, აი თითქოს რაღაც ბომბები მიდევს. გახურული მაქვს. მე ახალი ფეხსაცმელები მაქვს მეგობრებო. დავანახოთ მეგობრებო. გუშინ ვიყიდა. ბრავო. ძალიან კარგი ფეხსაცმელებია და დღეს იქნება ამ ფეხსაცმლის გასეირნების პირველი დღე. ეს ფეხსაცმელი გაიცი. ეს დრაივი. აი მე აი დაიწია მე შემიან. აი ორი ძმა კაცი ძმაო და დიანესე. ჯვამენ ქუჩაში. So the thing I keep thinking about is, was it worth it to be happy for a little bit, even though it ended up sad? Or would it have been better if the whole thing never happened? არავინ არ უნდათ. გადი პირველი აღმართი ამოვედით. როგორ განწყობაზე ხარ? ძალიან როგორ გადალახე პირველი? ჩემი ძალიან კარგად მიდის ეს ლაშქრობა. ოდნავ გაგვიწვიმდა, მაგრამ ეს არაფერია ვერ შეგვაჩერებს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს საწვიმრები. ჩანთებზეც და ასევე ტანისამოსეს, ასე რომ ჩვენ არ გვეშინია არ მინდის. და ასევე არ გვეშინია ამ გზის, რომელზეც ანუ პირველ აღმართს კარგად შეაფასებთ მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა. დიახ. ეს მაიკაროს ხანდახან წვიმს. გადაიღე მაინც რა. მომე. ძალიან ბევრი კამერა გვაქვს ჩემი. რა კამერა? ყველას ერთად. ანუ რას ფიქრობ ბაბა? როგორ მოიარე პირველი აღმართი? თავიდან ამჩქარ და გული და ძალიან შემაშინდა. არ ვიცი რატომ მომჩქარ. და მე მივხვდი რომ ჩილ ვიყავი. და ხა კარგად ვარ. და მაგარია და მომწონს. წვიმა იქონიებს ენერგიაზე შენი აზრით? ამ ხასიათზე გავლენას. წვიმა ძალიან. კი, მეც ეგრე ვფიქრობ. დამახალისებს. მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ? მე პირველი აღმერთი ცოტა მეგონა რომ გამიჭირდა და შევშინდი, მაგრამ მე კარგად მოვდივარ სტაბილურად და ძალიან მომწონს. და ძალიან ლამაზია ყველაფერი. კი, მთავარია ზის ტანცავი, კარგად წავისვით. კისერზე კარგად წავისვით, მთავარია. კისენ კიდე ჩოჩოლის თეთრი. მაინც ატარებ გოგოს. აკეთოს ჩაწერი ახლა. აბა, ყველგან კომენტარს ხომ არ გააკეთებთ? არა, მადლობა. მადლობა. თქვენ? სულაც გადაგიღე. ხოლოდ ვისურვებ თუ შეიძლება. კარგით.
ესეც გამოვიდა. ო რატე მიქნით ხე მერაბიკო ხელი დავიქნე მერაბიკო ძალიან დიდი აღმართი იყო, მაგრამ დიდა რა, იმიტომ რომ ერთიო ძალიან ამაზი ხედია. მე მეორე, ანუ ვიშონებთ ხოლმე რა ეგ. კარგად გადაანაწილებული ტაქტიკურად და ძალიან მაგარი აღმართი იყო რა. ვაღიარე ბრო 360-ის ზევით გითხარი. დე ამოვედით აგერ კიდე ბევრი დაგვრჩა, მაგრამ ამოვედით კარგად ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. ნული ტრამვები გვაქვს, ფეხსაცმელი გამომადგა. გვირილები. ვარასგოთ ალამაზია. ვარასგოთ ყო ძალიან გმაყოფილი ვარ. მეგონა რომ ანუ სიმართლე გითხრათ, უფრო დავუძლებოდი, მაგრამ ანუ ლაპარაკში ადვილად ამოვედით. ანუ რო არ ფოკუსირდები გზელმაძიზე და ნაბიჯნაბიჯში მიდიხარ. აუ მარტივად ამოვედით აღმართებია. პირველი აღმართი იყო რთული ვაღიარებ, იმიტომ რომ ესენი არ მქონდა, ჯოხები არ მქონდა და ყველაზე დიდი მეკიდა რა. ეგ ცოტა რთული იყო. რა გეკიდა? შენი მეკიდა ჯოხების გარეშე. პირველ აღმართზე რომ მას არ კიდები არ კიდებია, პირველზე არა, ანუ ჩემთვის პირველ. ჩემთვის პირველ რთულ აღმართი. მარა მაყოფილი ვარ. პირველად გეკიდა დიდი ჩანთა, შენ ამას მოგისხო. ეგეც არის. დიახ. მე სხვათა შორის. გამოჩნდა. რა გამოჩნდა? ვინ ვარ წარი? პირველად ვარ დიდი ჩანთით, წეგან გავჩერდი. ერთ სამრატი რა. მე უნდა ვთქვა ეს მაყურებელს. დავედით. მეგობრებო, ჩვენ მოვედით კაფეში. მე იქ ადრე თუ გენავალ. შენ კაფეშთვის გავკვირვას, მეგობრებო, შეხედეთ. შეხედეთ. აი აქედან უკვე ადვილი გზა ესეთი დაიწყო რა. ჩანთა მაქვს, ესეთი ჩანთა. ჩემი საყვარელი ცხოველები გითხრათ, მეგობრებო, ჩემი საყვარელი ცხოველები და ფრინველები არის ერთი ცხვარი, ტოტო შორს იყო. მეორე მტრედი, მესამე ბეღურა. აი ჩემი ტოპ 3 და მე ვხედავ ცხრებს აქ. ძალიან ლამაზები არიან ცხრები. ცოტა დებილები არიან. ეს ტრედების მოხდა. ედებით ნახეთ, მაგრამ ბეღურაც ნახეთ ალბათ. მიკროფონს კარგად ვიყენებთ ბიჭო, ბრავო. ძალიან კიდე კარგი გამოვიდა. ეგაი გამოვიდა და რავი ძალიან მაგარია. ლიფტ. ვაპუ. და აი ჩვენ მოვედით იმ ადგილას, საიდანაც ჩანს მყინვარწვერი. საიდანაც ეს ულამაზესი კლდეები და მთები ჩანს. საქართველო ნამდვილად არის ღვთისგან დაუცველი ქვეყანა. ეს დაიმახსოვრეთ მეგობრებო. გამომარჯოს და მოუკიდებელ საქართველოს. დავით. თქვენ ხედავს ჯერ რას გავს აქაურობა? ეს აი. ავაწყეთ. კაი ხედია მეგობრებო. კაი დავай ბუნებრივად მოიქით. ახლა ნახავთ რა თქარავს. ჯერ ჩვენი ნახეთ.
ავაწყეთ ცენტი. ეს არ გაქვს? აუ თქვენ რა მაგარი რაღაც ეს არ აქვს. გაქვს? აუ, ერთი ცალია დასადმელი. ეგ დამაუშვო. თურმე რამდენად მარილიანი ვარ, ეს არის მარილი, მეგობრებო. ეს რა არის ბრა? ეს იმდე, ანუ მარილიანი ოფლი, აი ამას ნიშნავს, ჩემი ოფლი არის მარილიანი თურმე. შენ იმენა მარილი აქვს ორგანიზმი. და ნიკომ მითხრა, რომ ესო ტექსტურა მეგონაო მეო ეგეთიო. პრინტი მეგონა, ეს მეგონაო პრინტიო. რამე ხო არ გჭირს? მარილიანი ოფლი სამბავი არის ეს. ან კარაწყარო. ადამიანი გადაიღე დალი. ყინულია ბრატ. არა, კი, დაგჭირდება ხარ. კაროს ფანჯრებია რა. სუბადე არა რე. ესა და ის ღია არ არის, ერთი ღია. სად არის ღია? ეს გამოწევა. ოს მიდევარ გარედან უთხრათ. მეგობრებო, მაგარი ფარჩია, ვიზმეს თუ გინდათ ადგილი გვაქვს. არა წერია. ხო, აჰა. არ ჩანხართ არა. ტატა ბალა. მარტო შენ ჩახარ, ოღონდ მარტო ლევანი აი ნათელს. მარტო შენ. არა ხურათ არა. აქ ჩვენ ბანკელიც გქონდა ყველანაირი სერვისი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ახლა როგორ უნდა რომ გამოჩნდეს? შუქები მიინათა რომ გამოჩნდეს ვიდეოში. ოზერი ხარ იმენა. აი აქ გვეძინა. აი აქ გვეძინა და ქარმა შემოწუხა ძალიან. კავრჩე ქარი იყო ისეთი რავი რა. ქარი, გონი წვიმაც იყო, მინიმუმ ქარი. ქარი რო არ ყოფილიყო ყველაფერი კარგად იქნებოდა. საბოლოო ჯამში მაინც რაღაც ზონეზე მეძინა რა. კიდე ის ვერ გავითვალისწინეთ რომ მდინარის გვერდზე ვიყავით და მდინარის ხმაური იყო და კიდე ძალიან თავი გამოვიდეთ და ტრიამინდორზე გავშალეთ და აი მთელი ქარი რაც მოდიოდა ეგრევე ჩვენ გვიბერავდა რა ეგ ვერ გავითვალისწინეთ რა ჩემი შეხედეთ საგებია $3,000 მეტრიან დავიძარით. პირველი დანიშნულება არის 3,600, ხო? 600 მეტრი სიმაღლეზე ავდივართ. გასავლელი მანძილი ამდენი არ ვიცი. ბოსმა გაგოჩერა. Წაღლია ქრასაკეთებს. იმედია ესე მარტივად წავა პროცესი. ვახლოვდებით ყინულის ენას. ეს უნდა გავიაროთ და სადღაც იქ ჩანს მეტალს. უნდა მივიდეთ.
ჩვენ მყინვარწვერი რომელიც იმალება. What was this? Don't do that. გარჩევ, მეგობრებო. ჩვენ სულ ერთი წუთი გაქვს. ჩვენ სულ მალე ჩავისვენთ წრიაპებს და გავივლით ყინულზე და ყინულის მოედნიდან ვისრიალებ. ყინულის ენიდან. ყინულის ენიდან. კოც და გავიგზავნე. მოდი კოცა გავიგზავნე. ხარებს გიკავთ, გოგონებო. ნახეთ ძრებები. ვემზადებთ. იმის არცულობს აღლე. მართალია. მაშინ ჩავისუსქები. რა მოლოდინები გქონდათ უფრო თუ გეგონათ რომ დაიღლებოდით და მეგონა გზაში ნაპრალს ჩავარდებოდი და ბევრად მარტივი აღმოჩნდა. თუ სრიალებს როგორი ზედაპირია სასიარულო. კაი. ალბათ წრიაპების გამო არ სრიალებს. და სხვა მოგზაურობების გამოცდილებას როგორ შეადაებთ ამ მოგზაურობას? ეს უფრო გირთულდება? ეს ყველას ჯობია. ხო? ხო, ყველაზე მაგარი ხელებია, რაც კი მითხარ. სირთულით? სირთულითაც ბევრად უფრთხილია და ბევრად უფრთხილია აღმოსებია. რა იყო გამოწვევა ყველაზე დიდი ამ მოგზაურობაში და ყველაზე დადებითი რა იყო? ყველაზე გამოწვევა იყო ბარგის ატანა მაღლა, იმიტომ რომ ეგეთი გზი მე არასდროს არ მიყენებ არცით. შენ დაიმსახურე შოკოლადი ინტერვიუს. ინტერვიუ ლევანთან. და კამერა ალფა? ახლოს ვიდეო კარგად ჩაიწერა. არა, კარგად წეს. ლევან, ჩვენ როგორ გიქაჩავთ, აბა? გიჭირს. როგორ გიქაჩავთ? აი ისე რა. შოკოლადი? შოკოლადი მიაქვს. მოვიდეს უსასუნე შოკოლადი. ვარიგე ბევრი მაქვს. თან მალე ვერ. ან ისენი აუს. იგივე წყალია და დაგასხო. ესე წყალი განაგასხო. ლევან, სხვა მოლაშქრეებთან შედარებით ჩვენ ამდენად უკეთესები ვართ. უკეთესებს ვერ ვიტყოდი, მე ვიტყოდი საუკეთესო. რა თქმა უნდა, მეც ამას ვფიქრობდი. ვერც კი შევადარებთ. აი გატეხილი მოდის. ჩვენ ამას გამოვაკლოთ. ოპერატორს შოკოლადი. ვა, ოპერატორი უკდავია. დიდი მადლობა. აკიდე თან კაც ყველაფერი თუ გამერჩნაია. ეს ინოვი ფასუხა. იქიდან დაგიბრუნდებით. მე შევჭამყინოს. აპირებ ხო დავით? ეკლესიაში. დანახოთ მოიწ. დაღლილი ხო არ? მეგობრებო, ნახეთ სად ავდივართ. აი პატარა თეთრ ნიშნულს თუ ხედავთ. აი მან დავდივართ. აბა, ყინულზე სიარული თუ ასეთი სახალისო იქნებოდა მე არ მეგონა. არაფერი ყინული არაა ვაფშე.
ცოტაც. Opa. შევძელით. ოპა. შევიხოთ. 3900 მეტრი. ჩვენი ახალი რეკორდი. ახალი სიმაღლის რეკორდი. მაგრები. მაგარი თავგადასავალია. არა დავით? გიჟური. მეგობრებო, კონტექსტი ვინც არიცით? რო გადმოვედით კარგად. მე გადმოსასვლელი ბილიკი გაფუჭდა. და ახლა რო ჩამოვედით, როგორღაც უნდა გადავიდეთ, რო და არის. ხოდა. უი, წყალი არ უნდა გამოგველიოს. თუმ ბეჭდების დანებას შეგამდა ორგები. აჯდომის არჩევს შანსია. დედა რო გეუნეოდი არაფერი საში არ არის მეთქი, თუმცა მოკიდა ცოტა. იმიტომ რომ უნდა გადავწყვეტ. ნახოთ როგორ დავძლით არჩევას. ამ კამერას თუ ვიპოვით, მეგობრებო. იცოდეთ რომ არ ვიყავით და კარგად გავერთეთ ეს ბოლო დღე. ძალიან კარგად გავერთეთ. და ბოლომდე ვიყავით ასულები. ეკლესიამდე. ჩვენ გადმოვიარეთ. წყალმა წაიღო და ახლა უკან გადასვლაში ხელს გვიშ. ჩვენ აღმოვაჩინეთ ტურისტები. დიდი ალბათობით არიან გერმანელები, იმიტომ რომ ის ფერატები არის ვიღაც. შემთხვევის ადგილზე. და გადმოვიდა ერთი ადამიანი, ამ ნაპრალზე და ფუტბოლს ამ ნაპრალზე გადმოხდა. ის მე მგონი გადმოხდება. მოდი მგონი დრო მივიდეთ. ის აპირებს. ის აპირებს რომ გადმოვიდეს.
ჩვენ ახლა გავხდებით ისტორიული მოვლენის მომხრე. გონი არ ღირს გადავხდო. ნახოთ. მე ვარ ამჯერად. გზას ვერ მოვლობ, ვეღამდება და ცივდება. არ ვიცი გზა. როგორ გამოვართ აქედანზე რა ვართ. ფაქტია გავუჭედეთ. რავი. ძალიან რთულია. ხარი ვერავს ძლიერად. კიდე რა ვიცი. რთულადაა სიტუაცია. სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი. ვაიცა. აგეს ხალხი. სტილობს რაღაცას რა. როდი ხილს აკეთებენ. არ ვიცი. აი ეს გამოვიარეს. აქ ჩავსვავ ტელეფონის კადრს კიდია. ჰეი თქვენ. არა გველებო. აი ეს იწოს მეგობრებო. როცა შვიდზე გასული ხარ ტყეში, აი ესეთი ხდები. იწყებს სირბილს ჯოხებით. ტოპ 5 არაფერს ნიშნავს თუ შენი ზმაკაცები იქ არიან. საღლით არ დავიღალე, მაგრამ კი დავიღალე. მაგრამ კი დავიღალე. აი საღმართი რომ მოჩა გამი. შენ კინგ, შენ აღმართზე იყავი აი. ყველგან ვიყავი სადაც თქვენ იყავით. არა. ერთად ვიყავით. აი სუსუბოლოში აღმართზე რო ავედით. მან ჩემთან ერთად იყავი, სწრაფად რო ავედით. კი, ერთად ვიყავი. კანიეს ალბომის კავერს არ გავს. კანიე ჩვენი კახელი ძმა. კანიე კახელია? ხუია სიძამდილეში. ჯერ კანიე და მეგრელებმა შეარქვეს მერე კანიე. კანიე ხო ცოტა ის მეგრულია. და ვესტიც მიამატეს, იმიტომ რომ ჩვენებურია. ჩვენებურია. დავწვინვე? ვესტი ეგრე რა. აი ეს არის სალოენა. შორიდან ასე წხედავთ. აღმართია იყო ეს. ღრუბელი რო არაა? ანუ ეს ყინული აღმართია. ლიხაში გავიდი. ეხლავე. აჰა, ფო. მე ხლა მოვიდა. მე გავაჩვენ. ეს რა კონტესტი წამოიწრე, ყველა მორბის უკვე. ახი მორბის ყველა მკიდან მისრა. რა კონტესტი? ტოპ 3, ტოპ 5. გადაუჭერი. უბრუნდები ტოპ 5-ს. ლევანს გავაჩა. ფერარი აქტიურობ. მეგობრებო, ალბათ დაგაინტერესებთ სად ვართ არა? და როგორ მოხდა ისე რომ ლაშქრობაში სადაც დასვენების დრო არავის არ აქვს,
ჩვენ აღმოჩნდით ბალახზე წარმოწავლილები. ყველა დადის ჩვენ კი ვისვენებთ, რატომ მოხდა ეს რადი მოუღები. მართალია. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან თქვენ არც ერთმა არ ირბინეთ. კი, მოდი ჩვენ ფანდით გავაგზავნოთ. მოკავი რა ხდება? გამარჯობა მეგობრებო. გამოვედით თიდან. რატი სკაპო ვიღაცის კარავი. ვიღაცის არა, ნიკოსი უკან არის. დიახ, ნიკოსი არა. ლოგის მაყურებელმა არის. მადლობა. დავай. მაყურებელს მადლობა. აი, ამის კარავი გამყვა. ბაგა. კარგად. კარგად, დავაყაროთ. და ჩვენ ახლა წავალ. ჩვენ შევხვდებით აუცილებლად შემდეგ მთაზე. დაიძულები. აი, დაანახე ბარგი. ეს საჭიროა შეხედეთ ბარგი. ეს დათომჯე. ეს ნინო. ეგ ბარგი. ხო. მადამ კონდა შევი. ასაც მალი არ მე მაგთა უნდა გამოვიცვალო შეესწა.